კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში განაგრძობს მაუწყებლობას. გადაცემით ახალგაზრდული სული. დღევანდელ გადაცემას უცვლელად მე მარიამ კაპანაძე და ესმა გუმბერიძე წავიყვანთ. მაყურებელს გაგაცნობს ჩვენს ტელეფონის ნომერს 238805, ხოლო Skype-ის მისამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვირეკეთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრება. დაგვისვით შეკითხვები და რა თქმა უნდა ჩვენს შეძლებს და გვარად გიპასუხებთ ჩვენ სტუმართან ერთად. შესაბამისად დღევანდელი თემას ესმა გაგვაცნობს. ესმა გისმენთ აქ ხარ? დიახ, მოგესალმებით. მე ისე გერმანიიდან შემოგიერთდებით Skype-ით. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ და ვისაუბრებთ ჩვენს გადაცემაში სახალხო დიპლომატიაზე და კონკრეტულად კი განვიხილავთ ქართულ და აფხაზურ ტერიტორიებზე მხარეების მიერ მცხოვრებ ადამიანებს შორის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და განსაკუთრებით კი ახალგაზრდების შორის ურთიერთობათა აღდგენის ღონისძიებებს. დღევანდელი ჩვენი სტუმარი კი არის ტატო ხუნდაძე, კავკასიური სახლის თანამშრომელი და პროექტ არ გახლავთ ბატონმა ტატომ გითხრა რომ ამჟამად ეს არ გამომიცხადოთო, შესაბამისად გააგრძელე ესმა დანარჩენი თუ გინდა. გესმის ესმა? მოგესალმებით ტატო, მაშინ პირველი კითხვით გადმოვალ. თუ შეიძლება გვესაუბრეთ პირველ რიგში მოკლედ რომ განგვიმარტოთ რა არის სახალხო დიპლომატია, რას ნიშნავს ეს ტერმინი? დიდი მადლობა პირველ რიგში. პირველ რიგში ბოდიშ გიხდეთ, წარგვიდგინეთ თქვენი თავი. დიახ, ამ შემთხვევაში მე წარმოვადგენ კალიფორნიის უნივერსიტეტს. კალიფორნიის უნივერსიტეტის კონსულტანტი ვარ ერთ-ერთი პროექტის, რომელიც მიმართული არის ზუსტად სახალხო დიპლომატიაზე, შერიგებაზე, რომლის პარგლებშიც ქართველები, აფხაზები და ასევე ოსები, ახალგაზრდები მონაწილეობენ და ერთი მხრივ სწავლობენ, ეს არის საგანმანათლებლო პროექტი და ასევე ისინი ხვდებიან ერთმანეთს ამერიკაში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც მათ აქვს საშუალება ისაუბრონ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებთ მათ დღეს. რაც შეეხება მნიშვნელობას სახალხო დიპლომატიის, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ქართველებს და აფხაზებს არ აქვს შესაძლებლობა შეხვდნენ ერთმანეთს, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფორმატი, ეს არის ჟენევის ფორმატი, სადაც ოფიციალური პირები ხვდებიან და განიხილავენ პოლიტიკურ საკითხებს, თუმცა სამოქალაქო დონეზე დიალოგი არის საკმაოდ მცირე. არსებობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ ასეთ პროექტებს და ჩემი აზრით ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დობა არის საკმაოდ მცირე ქართველებს და აფხაზებს შორის. იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, რომ 25 წელი გავიდა კონფლიქტის შემდგომ, ეს გაუცხოება ქართველებს და აფხაზებს შორის, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის საკმაოდ დიდია, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ ქონიათ თანაცხოვრების საშუალება და ზუსტად აი ესეთი ტიპის პროექტები მათ აძლევთ საშუალებას, რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ისაუბრონ და ასე ვთქვათ, ეს პროექტი არის ესეთი ტიპის პროექტები ასევე არის მნიშვნელოვანი იმის დროს, რომ დაინგრეს ის ნეგატიური სტერეოტიპები, რაც არსებობს ქართველებს და აფხაზებს შორის, განსაკუთრებით აფხაზებს. თუ ღებულობთ შესაბამისად, ანუ იმ შედეგს, ანუ ორგანიზატორებს რის სურვილიც აქვთ, რა იდეაც ეს შედეგი თუ გვიბრუნდება და რა მიღწევთ? ჩვენ არ უნდა ველოდეთ ასეთი ტიპის პროექტებიდან რაღაც უეცარ შედეგებს, ეს პროექტები არის მიმართული, ეს ინიციატივები არის მიმართული გრძელვადიან პერსპექტივაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ახალგაზრდებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შორის კავშირების დამყარება, მათ შორის დობის შენება მოგცემს საშუალებას 10-15 წელიწადში, როდესაც უკვე ისინი იქნებიან ხელისუფლებაში თუ სხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე, სამოქალაქო საზოგადოებაში დაიკავებენ გარკვეულ როლს, მათ ექნებათ შესაძლებლობა იმისა, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები და შეცვალონ დღევანდელი ვითარება პოზიტიურისკენ.
და აი რა კონკრეტული ღონისძიებები იმართებოდა აი ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებში? იყო თუ არა დავუშვათ კონფლიქტზე საუბარი თვითონ პროექტის ფარგლებში თუ ეს საერთოდ ნახსენები იყო თუ არა, რა მე კი ვიცი, მაგრამ მაყურებელსაც რო გაუზიაროთ. და რამდენად ხშირია ეს წელიწადში ერთხელ ხდება თუ რა? დიახ, კარგით, უფრო დეტალურად მოგიყვებით მაშინ ამ პროექტის შესახებ. პროექტი არის ერთი მხრივ საგანმანათლებლო, მეორე მხრივ კი ეხება დიალოგს ქართველებსა და აფხაზებს შორის. პირველ რიგში ეს არის დისტანციური პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებს კალიფორნიის უნივერსიტეტში, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებს დისტანციურად მიიღონ განათლება ისეთი მიმართულებებით, როგორც არის კონფლიქტის ანალიზი, მედიაცია, კონფლიქტები და კულტურა. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოშიც და მათ შორის სოხუმშიც არის სერიოზული პრობლემა განათლებისა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ დისტანციურად მიიღონ დასავლური განათლება. დასავლური განათლება და შემდგომ მეორე კომპონენტი, როგორც ვახსენე, ეს არის დიალოგი. ამ შემთხვევაში წარმატებული სტუდენტები, ქართველები, აფხაზები მიემგზავრებიან კალიფორნიაში და იქ ეცნობიან პირველ რიგში იქაურ აკადემიურ სივრცეს, იქაურ საგანმანათლებლო პროგრამებს, ხვდებიან პროფესორებს და ხედავენ იმ განსხვავებებს, რაც გვაქვს ჩვენ დღეს და რაც არის დღეს სოხუმში და ხედავენ უზარმაზარ კონტრასტს და ამასთანავე მეორე, რაც არის მნიშვნელოვანი, ისინი ესაუბრებიან ერთმანეთს, განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, მათ შორის ეს არის განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, უთანასწორობა, სიღარიბე, რაც აწუხებს ორივე საზოგადოებას და ასევე იმ პრობლემებს, რომელიც არის საერთო, რომელიც ეხება კონფლიქტს და რომელიც არის კვლავ წარმოებული კონფლიქტის მიერ. ეს არის გადაადგილების თავისუფლება მაგალითად. ეს არის ადამიანების შეზღუდვა, რომ ისინი დაუმბრუნდნენ საკუთარ სახლს, ამ შემთხვევაში გულისხმობ დევნილებს. ეს არის შეზღუდვა აფხაზებისთვის, რომ წავიდნენ, გაემგზავრონ სხვა ქვეყნებში, მიიღონ განათლება და სხვა პრობლემები, რომელიც წარმოშობილია კონფლიქტის მიერ. არის ასევე სხვა თემებიც, ამაზე შემიძლია ვისაუბრო. რა თქმა უნდა, დიახ, მაგალითად აქტიურად საუბრობდით ასევე გალის პრობლემაზეც ჩვენი მხრიდან. განსაკუთრებით ეს რასაკვირველია ქართველებს აწუხებთ, ეს არის ადამიანის უფლებების საკითხი. ბოლო დღეებშიც როგორც ვადევნებთ თვალს, რომ მოხდა კრიმინალური აქტი და პირებმა გარდაიცვალა ერთი ადამიანი ამ აქტის შედეგად და ზუსტად აი ესეთ თემებზეც საუბრობთ, რომელიც არის ძალიან მწვავე და ეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. და შეგაწყვეტინებ თუ გაცრავთ და აი ამ კონფერენციის გამოცდილებიდან და სხვა გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ შეგვიძლიათ რომ გითხრათ, რამდენად ანუ განიხილავს აფხაზეთში ახალგაზრდობა, დავუშვათ საქართველოს მხარეში და საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენებს, რამდენად არის ინტერესი ახალგაზრდობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ? ვერ ვიტყოდი, რომ დიდი ინტერესი არის. საქართველოს განიხილება აფხაზეთში როგორც მტრად, ნომერ პირველ მტრად, იქიდან გამომდინარე, რომ კონფლიქტის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა აფხაზეთში. ამ შემთხვევაში გულისხმობ დანგრეულ ინფრასტრუქტურას, იზოლაციას და სხვა პრობლემებს, რომელიც წარმოშობილია ზუსტად ამ კონფლიქტის შედეგად და აფხაზი ახალგაზრდები ამას ყოველდღე აწყდებიან. ეს არის ერთი საკითხი შედეგებთან დაკავშირებით. მეორე, ხდება სამწუხაროდ აფხაზური განათლების სისტემა ახდენს დემონიზაციას ყოველგვარი ქართულისა. საგანმანათლებლო სისტემა, მაგალითად თუ ავიღებთ ისტორიას, ეს არის აშკარად იქ შეინიშნება, რომ ეს იქ საქართველოს ადგილი ნამდვილად არ არის პოზიტიურად წარმოდგენილი. შესაბამისად, აფხაზი ახალგაზრდებისთვის ქართველები განიხილებიან, საქართველოს ზოგადად განიხილება ნომერ პირველ ასე ვთქვათ, ტერ სახელმწიფოს. შესაბამისად, ინტერესი არის, ვთქვათ, გარკვეულწილად ორაზროვანი იქიდან გამომდინარე, რომ მათ ერთი მხრივ აინტერესებთ საქართველოში არსებული ვითარება, თუმცა მეორე მხრივ ისინი არიან ფრუსტრირებული იქიდან გამომდინარე, რომ ეს კონფლიქტი ისევ და ისევ სახეზეა და ისინი კვლავ განიცდიან გარკვეულ ტიპის შიშებს საქართველოს მიმართ.
და რასაკვირველია ისინი სვავდნენ შეკითხვებს საქართველოსთან დაკავშირებით, კონკრეტულად როგორი ვითარება განათლებაში, როგორი ვითარება უნივერსიტეტებში, როგორი ჯანდაცვის სისტემა არის საქართველოში, მათ ეს ძალიან აინტერესებთ, იმიტომ რომ ბევრი მათგანი მოდის აქეთ მხარეს გადმოდის ადმინისტრაციულ საზღვარს კვეთს, იმიტომ რომ აფხაზეთში არის რთული ვითარება ჯანდაცვის ხარისხთან დაკავშირებით და ისინი ინტერესდებიან იმით თუ რამდენად განვითარებულია საქართველოს ჯანდაცვის სექტორი და აი ვინც გადმოდის უკაცრად სტატო და დავუშვათ მერე ბრუნდება აფხაზეთში ისინი რა პოზიციას აფიქსირებენ ხოლმე საქართველოსთან მიმართებით ამაზე თუ იყო სადმე საუბარი ამ კონფერენციის ფარგლებში დიახ როგორც მე ვიცი და როგორც თქვა შეხვედრის დროს და პირად საუბრებში განვიხილავდით მათ აქვს საკმაოდ პოზიტიური ინფორმაცია საქართველოში ჯანდაცვის სფეროში არსებული ვითარების შესახებ, კონკრეტულად სერვისების შესახებ, იმიტომ რომ როგორც მე ვიცი, არავინ არ წასულა ყოფილი აქედან და არის გარკვეული პრეფერენციები აფხაზებისთვის ჩამოდიან ისინი და უფასოდ იღებენ ამ ჯანდაცვის სერვისს და ეს მოსაზრება თვითონ აფხაზმა ახალგაზრდებმა ჩემთან საუბარშიც დაადასტურეს, რომ მართლაც ასეთი საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა აფხაზეთში, რომ საქართველოში არის კარგი სერვისი მათთვის ყოველ შემთხვევაში. თუმცა ალბათ სურვილი მაინც არ ეცვლებათ, ხო, მის რომ მაგალითად ჩვენთან ურთიერთობაში დამოკიდებულებაში უკეთესი მდგომარეობა შეექმნათ? დიახ, ეს არის უსაფრთხოების პრობლემა, ისინი განიხილავენ საქართველოს როგორც უკვე ვთქვი ნომერ პირველ სახელმწიფოდ, იმიტომ რომ ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს აფხაზეთში, ეს არის კონფლიქტის შედეგები, დანგრეული ინფრასტრუქტურა, ასევე როგორც იცით, ანუ ისტორიული მეხსიერება საკმაოდ ძლიერია, აფხაზეთის ომის დროს ორივე მხრიდან დაიღუპა უამრავი ადამიანი, თვითონ ძალიან აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ არ არის ფაქტიურად ოჯახი, სადაც ადამიანი არ იყოს გარდაცვლილი, ან ოჯახი არ დაზიანდა ამ ომის შედეგად, შესაბამისად ეს ტრავმა ისტორიული საკმაოდ კვლავ წარმოდგენილია დისკურსულ დონეზე. თუმცა ჩვენ მართალია რომ ქართული მხარიდან უფრო მეტი ადამიანი დაიღუპა, დავუშვა სტატისტიკურად 2.5-ჯერ მეტი, მაგრამ რადგან დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა უფრო მეტია და აფხაზეთში კიდე ძალიან ცოტა ადამიანი დარჩა ფაქტობრივად უფრო ყველა ოჯახს შეეხო ის კონფლიქტი და ამიტომაც უფრო გამწვავებულია. მე მაინტერესებს როგორ ხედავენ მომავალში აფხაზი ახალგაზრდები და ზოგადად აფხაზეთში როგორ განიხილება საქართველოსთან ურთიერთობა და დამოკიდებულება, ასე ვთქვათ. ისინი რასაკვირველია ამბობენ, რომ აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ისინი ჩვენ გვაქვს ხარი დებატები ამის შესახებ, თუმცა მე ვიტყოდი, რომ მათი ეს არგუმენტი არც თუ ისე დამაჯერებლად ჟღერს და ვფიქრობ, რომ ისინიც არ არიან დარწმუნებულნი ამ თავიანთ არგუმენტებში, გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის პერსპექტივა არის მითი. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არასოდეს არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მეორე ის რომც დაუშვათ ესეთი შესაძლებლობა აფხაზეთს არ აქვს არავითარი პერსპექტივა დამოუკიდებლობისა, გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკურად აფხაზეთი არ შეუძლებელია იყოს დამოუკიდებელი. დღესაც თუ ავიღებთ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, აფხაზეთის 70% ბიუჯეტის თითქმის არის რუსეთიდან მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, პირდაპირ ინვესტიცია. თუმცა ისინი ამბობენ, რომ რუსეთიდან შემოსული თანხები ახლა შემცირდა ეკონომიკურ ახლა ბოლო წელიწადნახევარია არის გარკვეული პრობლემები გადმორიცხვა რუსულ დახმარებასთან დაკავშირებით. ეს როგორც თვითონ ხსნიან, უკავშირდება პირველ რიგში რუსეთში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს, თუმცა არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ რუსეთი ცდილობს აი ამ გადმორიცხვების დაყოვნებით ზეწოლა მოახდინოს აფხაზურ მხარეზე. ანუ მე მაინტერესებს დღესაც
თუ დავუშვათ ანუ მიიჩნევენ თუნდაც აფხაზები, თუნდაც ახალგაზრდები, ახალგაზრდები, რომ დავუშვათ არსებობს საქართველოს მხრიდან მათზე რაღაც თავდასხმის საფრთხე, ანუ ამ საფრთხეს თუ ხედავენ. ეს საფრთხე 2008 წლის შემდგომ საკმაოდ შემცირდა და მათ გარკვეულწილად გაუჩნდა უსაფრთხოების შეგრძნება, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთმა ჩააყენა უფრო გააძლიერა თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა ამ რეგიონში და აღიარა ეს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. შესაბამისად, ეს უსაფრთხოების შეგრძნება, გრძნობა, ასე ვთქვათ, გაიზარდა. თუმცა ისინი მაინც განიხილავენ საქართველოს საფრთხეთ და ფიქრობენ, რომ თუ რუსეთი დატოვებს ტერიტორიას, ამ შემთხვევაში საქართველო ისევ და ისევ ეცდება, რომ ძალისმიერი გზით დაიბრუნოს ეს ტერიტორიები და საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლეს. რამდენად კმაყოფილნი და რამდენად ანუ თანახმანი არიან აი რუსეთის ასეთ იქ ყოფნაზე, ანუ ფაქტობრივად რუსეთზე არის დამოკიდებული მათი დამოუკიდებლობა, ეგრეთ წოდებული, რამდენად ანუ აწყობთ მათ და მოსწონთ ეს მდგომარეობა. აქაც ორაზროვანი დამოკიდებულებები შეინიშნება. პირველ რიგში რუსეთი არის მათთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, თუმცა რუსეთის მზარდი ძალაუფლება მეორე მხრივ აღელვებთ მათ მზარდი და აფხაზეთის მზარდი დამოკიდებულება რუსეთზე და რუსეთის ზეგავლენის ზრდა აფხაზეთში და მათი ზეგავლენის და პოლიტიკურ პროცესებში. იცით რა მაინტერესებს? აი გადის დრო და ამოდიან ახალი თაობები, აი ჩვენთანაც ქართველებში. რა თქმა უნდა, ის შეგრძნება, რაც უფრო ადრე ტკივილად იყო, ახალ თაობას უფრო ნაკლები შეგრძნება აქვს, ხო? ანუ როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ ეს კონფერენცია საკმარისია თუ არა და კიდევ რა ღონისძიებები შეიძლება მივიღოთ იმისათვის, რომ უფრო ახლო დამოკიდებულება გქონდეს მათთან? დიახ, ჩვენ არ უნდა გაგვიშთეს ილუზია, რომ აი ესეთი პროექტებით, მცირე პროექტებით რაღაცა ჩვენ გადავწყვიტავთ ამ დიდ კონფლიქტს, რომელიც არის საკმაოდ ხანგრძლივი და რომლის გადაჭრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არის უბრალოდ ერთგვარად მომზადება მომავლისთვის, რომ მომავალში, როდესაც დადგება პოლიტიკური მომენტი, ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან თანაცხოვრებას და 15 წლიან პერსპექტივაში ჩვენ, როდესაც და ის ახალგაზრდები, რომლებიც იქნებიან გარკვეულ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, მათ შორის შეიძლება ზოგიერთი მათგანი იყოს გადაწყვეტილების მიღების პირი, მათ ექნებათ პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება, მათ ექნებათ თანამშრომლობის გამოცდილება და ეს მათ გაუადვილებთ, გადალახონ აი ეს ბარიერი და მიიღონ ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ქართველების ინტერესი და იქნება აფხაზების ინტერესიც. აქვე მინდა აღნიშნო უბრალოდ დავამატო, რომ სინამდვილეში თაობების ცვლასთან ერთად ეს ტკივილი, ანუ არ ნელდება მე, რადგან მეც იმ კონფერენციაზე ვიყავ, ესეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რადგან ისინი ოჯახის წევრებისგან, თავიანთი მშობლებისგან იღებენ აი ამ ინფორმაციას და აი ამ ტკივილს, აი ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, ომთან დაკავშირებით, ანუ ამაზე მუდმივად მიმდინარეობს იქ საუბრები, ამიტომ ანუ ის რომ დრო ყველაფრის მკურნალია, ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება. მეტატო მინდა გკითხოთ, ანუ როგორ ხედავენ მაგალითად რას ფიქრობენ ზოგადად დევნილების დაბრუნებაზე და რა შემთხვევაში თუ განიხილავენ საერთოდ ამას შესაძლებლად, რა შემთხვევებში? სამწუხაროდ ამ ეტაპზე დევნილების დაბრუნებას აფხაზები განიხილავენ როგორც ეგზისტენციალურ საფრთხეს, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ თუ დევნილები დაბრუნდებიან, ისინი კვლავ აღმოჩნდებიან უმცირესობაში აფხაზეთში, ისინი დაკარგავენ ძალაუფლების ბერკეტებს და მოხდება მათი შევიწროება. ამიტომაც ამ ეტაპზე ისინი სკეპტიკურად უყურებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ დევნილები ამ ეტაპზე არ დაბრუნდნენ აფხაზეთში. სამწუხაროდ ესეთი შეხედულებები არსებობს. ისინი თვლიან, რომ დევნილების ნაწილის დაბრუნება მოხდა გალში და
ეს არის საბოლოო შედეგი და ამის იქით არაფერი აღარ უნდა მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ახალეთის მოსახლეობის 20%-ს ამჟამად სწორედ ეს გალელი ქართველი მოსახლეობა შეადგენს. უბრალოდ დავამატე. დიახ. სამწუხაროდ ასეა. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ კონფლიქტის დარეგულირება უნდა განვიხილოთ დინამიკაში და არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ დღეს აფხაზები გადაწყვეტენ, რომ დააბრუნონ დევნილები, დარწმუნდებიან ჩვენს კეთილსინდისიერებაში, ჩვენ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ მათთან ერთად და პირველ რიგში უნდა შევცვალოთ ჩვენი სახელმწიფო. როდესაც საქართველოში 50%-ზე მეტი არის უმუშევარი, როდესაც სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია და უთანასწორობა არის უკიდურესად დიდი, ჩვენ ვერ დავარწმუნებთ აფხაზებს იმაში, რომ ისინი დაბრუნდნენ ჩვენთან და ერთად ვიცხოვროთ ამ სახელმწიფოში. პირიქით, საქართველოსთან გარბის დღეს ხალხი მოსახლეობის რაოდენობა ბოლო 25 წლის განმავლობაში შემცირდა დაახლოებით 30%-ით, ჩვენი სოფლები ცარიელდება, რაიონები ცარიელდება და არის უზარმაზარი მიგრაცია, ამიტომაც დღეს იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მზად ვართ აფხაზეთის დაბრუნებისთვის და აფხაზებთან ერთად თანაცხოვრებისთვის, ეს უბრალოდ ილუზია. ამიტომაც ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მოვახდინოთ მართლა ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო, სადაც ყველას ინტერესი იქნება დაცული, სადაც ისეთი სახელმწიფო, რომელიც იზრუნებს მოსახლეობის 99%-ზე და არა 1%-ზე, როგორც დღეს გვაქვს სამწუხაროდ. და შემდგომ უკვე შევთავაზოთ აფხაზებს ზუსტად აი ესეთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება. უკაცრავად დიდებაში ძალიან ეთერში გისმენთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. რაღაც არიან ქართველებთან კი არა, უფრო ასე ვთქვათ, მწვავე პრობლემა რო უდგათ მაგათ. სომხებისა და რუსების მერე მეოთხე და მეხუთე ხარისხოვან ადამიანებად რო იქნებიან და ამის მერე რო კიდევ უარესი მოვიდა ქართველების ბინებში რო სომხები თავდაპირა მიდიან და ეწერებიან და ხმას რო ვერ იღებენ გაწრონულები არიან და რაც რო დრო გადის სულ მალე რო ნახავენ იქ მეორე კი არა შეიძლება მერვე ხარისხოვანიც აღარ იქნებიან ქართველები გამოვრიცხოთ აი მათთან მიმართებაში ვიპასუხეთ რა თქوازი არიან სხვათა შორის მეც უნდა მეკითხა აი მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, ანუ არა აფხაზი მოქალაქეებისთვის ესეთი კანონი განიხილება ახლა აფხაზეთში, როგორც მე ვიცი, აქტიურად და მე მგონი ეს კითხვაც, მაყურებლის კითხვაც ამას უკავშირდება და ამაზეც რომ მოგახსენოთ. დიახ, აფხაზეთში აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია მიწის პრივატიზაციის შესახებ და ეს დისკუსია ახლა არ დაწყებულა, ეს დისკუსია უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და რა არის ეს საკითხი, რატომ არის ასეთ წვავე. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ თუ ისინი მიცემენ შესაძლებლობას სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შეიძინონ მიწა აფხაზეთის ტერიტორიაზე, მაშინ ისინი დაკარგავენ შესაძლებლობას ეკონომიკური რესურსებისა და პოლიტიკური ძალაუფლებისა. ამიტომაც ისინი ყოველმხრივ ეწინააღმდეგებიან მიწის პრივატიზაციის იდეას. არის ცხარე დისკუსია თვითონ აფხაზურ საზოგადოებაში ამაზე და წინა თქვათ პრეზიდენტის გადადგომა, რასაც რევოლუციასაც უწოდებენ, ზუსტადაც უკავშირდებოდა ამ საკითხს, გალის თემასთან ერთად. და რაში არის საქმე, რომ რუსი ბიზნესმენები, მდიდარი რუსები დაინტერესებულნი არიან, რომ აფხაზეთში შეიძინონ მიწები. ამ შემთხვევაში კაცად ჩაგეკითხებით ტატო და დღეს დაუშვათ საერთოდ აკრძალული აქვს უცხო ქვეყნის ანუ არა აფხაზეთის მოქალაქეს რომ იქ შეიძინოს რაიმე ტიპის უძრავი ქონება თუ მარტო მიწაზეა საუბარი თუ რო განგვიმარტოთ ეს დიახ მიწაზე არის ამ შემთხვევაში საუბარი მათ არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვს შესაძლებლობა რომ შეიძინონ მიწა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ტერიტორიაზე და თვლიან რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება მიწის პრივატიზაციის ლეგალიზება გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა ახალგაზრდა ჩემი ხმა ხო? დიახ გისმენთ გამარჯობა. გისმენთ ბატონო. ხონდეს
Алло. დიახ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ძალიან ბევრი დევნილს ვიცნობ აფხაზეთიდან. და მე ერთად ასე მითხრა გუშინ წინ რომ პარჩელიო ჩამჩილე სოხუმი სავსეა სომხებით და გარკვეულ პრივილეგიებს ითხოვენ სომხური ხელისუფლებისგან. მეორე თქვენ ბრძანეთ რომ დაგებაო ისეთი პოლიტიკური მომენტი რომ შეიძლება საქართველოს შეუერთოთ აფხაზეთია და ხალხმა მოინდომოს ასეო. ნუ თუ ასეთი პოლიტიკური მომენტი არ დადგა ტაოკლარჯეთში. რამდენი ხანია წაღებული აქვს თურქეთს. ამ პოლიტიკური მომენტს უნდა ველოდებით, პოლიტიკური მომენტი როდესაც ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ჩვენზე უკეთესი პირობები არ უნდა ქონდეს აფხაზებს იქ. მეორეც კანონებიც ისეთი უნდა ქონდეს, არ უნდა იყოს ეს ჰომოსექსუალიზმი. და არავინ არ შემოგვიერთება ჩვენ. ჰომოსექსუალიზმზე რა გითხათ, მაგრამ ჩვენმა სტუმარს წეღან ეს აღნიშნა სწორედ. დიდი მადლობა ზარისთვის. გავაგრძელებ მაშინ თემას, რომ მინდა განმარტო მაყურებლისთვის. კიდევ ზარია. გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ, გისმენთ. ხო? კი, გესმის ხმა. დიახ. მოგესალმებით ახალგაზრდებო. რა თქმა უნდა, აფხაზები ძალიან სწორად თვლიან იმას, რომ პრივატიზაცია ფაქტურად დღევანდელ დღეზე, როცა ის არ არის სამართლიერად ჩამოყალიბებული, რომ რუსეთის დიდი ბიზნესის ჩაყლაპავს იმას თვლიანად, იქ 118 კილომეტრს რაღაცა უკვე მიითვისეს რუსებმა. რასაც დავუშვათ ჩვენთან ესეც ჩვენთან სხვანაირად ხდება, ჩვენთან ყიდიან ყველაზე. და ფაქტობრივად კი ესეთი რო კითხვა რომ დასვათ რამდენიც გადიდა დავუშვათ ირანი დავუშვათ როცა იყიდა აქ მიცა და რამდენი დაკნდა და პატარავდა ესენი ქვეყანა. ვიღაცები რო სამოვენ რომ ვერ აიკიდებს მიცას ეს არ არის და და რა მინდა თქვა და თქვენ თქვით რომ ისაა რა ქვია სახალხო დიპლომატია ჩვენ რეალურად და არა ისე ლაპარაკით ჩვენ ახალგაზრდებმა უნდა შევქნათ ისეთი რაღაცა რომ მართლა დავაჯეროთ ის ახალგაზრდები აფხაზი ახალგაზრდები რომ ჩვენი ძმები არიან. აი მე ერთი რაღაცა მინდა თქვენ გაითვალისწინეთ ის რომ საერთოდ ორ დიდ ქვეყანას შორის უკვე მოხდა გარიგება და სააკაშვილმა ფაქტობრივად ეს განახორციელა იმით რომ როცა რუსეთი დღესაც დონბასში არის ჩაბღაუჭებული იმას რომ ვერ გადმოვა ხვალ შენ აქეთ იმიტომ რომ იქ პრობლემებია აფხაზეთშიც პრობლემები იქნება ყოველთვის და ავტონომიებს დაკარგავთო და ფაქტურად მან თქვა რომ ესე მიუგდეთო ეს არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი ამას არ ამბობს ეს იყო სპეციალურად გაკეთებული. აი თქვენ როგორ რა ალბათ თქვენი გადასაწყვეტი იქნება იმიტომ რომ დროში თქვენ უნდა გააკეთოთ ფაქტურად ჩვენ რამდენი შეგვეძლო იმდენი ვიბრძოლეთ ფიზიკურ და ცხელობში ვიბრძოლეთ მაგრამ მე რა მინდა ვთქვა რომ ის რა როგორ აპირებთ რეალურად რომ ისინი კი არ გადმოიბიროთ გადმობირება არ არის რომ თქვენ ხართ ქართული მიწის ნაწილი თქვენ აფხაზები და ქართველები ძმები არიან საერთოდ აი როგორ აპირებთ ამას დიდი მადლობა. შეიძლება რომ პასუხოთ. კარგით. რაც შეეხება მათ გადმობირება დარწმუნებას, ჩემი აზრით, ჩვენ თუ გვინდა კონფლიქტის დარეგულირება, ჩვენ უნდა ვიყოთ გულსფელები და არ უნდა ვცადოთ არც ვინმეს გადმობირება, ან ვინმეს მოტყუება, თავარი ურთიერთობებში არის ყოველთვის გულსფელობა თუ გვინდა რომ ეს ურთიერთობები იყოს გრძელვადიანი. ამიტომაც ჩვენ გულსფელად უნდა ავაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და რეალურად შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული. უფლება მე ახლა ჩაგეკითხოთ უკაცრავად დავამთავრებ ას ამ შემთხვევაში უფლება არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ გვაქვს ზოგადად კონსტიტუციაში წერია რომ ყველას გვაქვს რაღაცის უფლება უფლებას გულისხმობ პოზიტიური გაგებით რომ უფლება განათლებისა, უფლება ჯანდაცვისა და უფლება ღირსეული სამუშაოსი. ზუსტად თუ გვექნება ასეთი სახელმწიფო, ამ შემთხვევაში ჩვენ ბევრად უფრო გაგვიადვილდება აფხაზებთან საუბარი და ისინი დაინახავენ ალტერნატივას დღეს დაინახავენ ალტერნატივას აი ესეთ სახელმწიფოში, რომელსაც მე მომავალზე ვსაუბრობ და აფხაზეთს შორის. იცით რა მაინტერესებს? აი მაგალითად, კაი, ყველაფერი მოვაგვარეთ და მათი სურვილიც გაჩნდა იმის, რომ ჩვენ ხარეს გადმოვიდნენ და უბრალოდ დაგვიმეგობრდნენ და გავერთიანდეთ. რამდენად მიეცემათ ამის საშუალება? მის
მოხერხდება ეს ნამდვილად სინამდვილეში? ანუ რუსეთი თუ მისცემს ნებას არ მინდოდა კონკრეტულად და საშუალებას. ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი, რომ რუსეთი მისცემს თუ არა ამის საშუალებას, ეს ისევ და ისევ დამოკიდებულია გრძელვადიან გეოპოლიტიკურ პერსპექტივებზე, როგორი მდგომარეობა იქნება, როგორი საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა იქნება 10-15 წლის შემდგომ. ამაზე საუბარი ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია. დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს აქვს თავისი მიზნები სამხრეთ კავკასიაში და ამ მიზნებს ახორციელებს. ის ცდილობს ევროატლანტიკური ალიანსის შეჩერებას, ის ცდილობს რომ ამ რეგიონების კონტროლის საშუალებით აკონტროლოს გარკვეულწილად ვითარება საქართველოშიც და ამიტომაც დღესდღეობით ის არ გაუშვებს რუსეთი არ გაუშვებს ამ შესაძლებლობებს ხელიდან და სამწუხაროდ ჩვენ ეს შესაძლებლობები ჩვენ თვითონაც მივეცით იმ მილიტარისტული პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც ტარდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა დღეს ვხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს უკვე 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება, ვხედავთ რომ საქართველოს ვარი თქვა მილიტარიზმზე და ხელს უწყობს მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში და სწორადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის ჩემი აზრით საკმაოდ პრაგმატული, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს განიხილება არა როგორც დაპირისპირების, არამედ თანამშრომლობის ტერიტორია, თანამშრომლობის შესაძლებლობა და არა როგორც დაპირისპირება დიდ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. იმიტომ რომ საქართველოს არის პატარა სახელმწიფო და ჩვენ უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში ჩვენს უსაფრთხოებაზე და ჩვენს განვითარებაზე და არა პროვოკაციებზე და არა მილიტარიზმზე. ეს არის ზუსტადაც მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ რეგიონებში და ამ რეგიონებთან თანამშრომლობა პირველ ეტაპზე და შემდგომ თანაცხოვრება. მოდი თემას რო არ გადავუხვიოთ, მე მაინტერესებს, ანუ თქვენ ახსენეთ ეკონომიკური мотиваცია, რომ უნდა გქონდეს აფხაზეთს, რომ უნდა მივცეთ ანუ იმითი ჩვენი განვითარებით, მაგრამ ეკონომიკურის გარდა მე მაგალითად იქ მონაწილეებისგან მსმენია, რომ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ის ეთნიკური იდენტობა, რომელიც მათი თქმით ქართულმა მხარემ, ასე თქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. კონკრეტულად რაში ადანაშაულებენ, ასე თქვათ, ისინი ქართულ მხარეს, ну, ომის თვითონ უშუალოდ ომის გარდა, ომამდე და ომის გამომწვევ მიზეზებად რას მიიჩნევენ? და კიდევ ეხლა ეძლევათ თუ არა ამის საშუალება რუსეთის მხრიდან, რასაც ითხოვდნენ ჩვენთან დამოკიდებულებაში. დიახ, პოზიციები საკმაოდ მრავალმხრივია აფხაზეთში ამასთან დაკავშირებით და არ არის ერთგვაროვანი. ეს ძალიან ბუნებრივია, რადგან კონფლიქტი მოხდა საომარი დაპირისპირება და ზოგადად ომი, ზოგადად ძალადობა ასაზრდოებს გარკვეულ ტიპის ნეგატიური ნარატივების შექმნას, დაპირისპირებული ნარატივების შექმნას და ვხედავთ ჩვენ დღეს რომ არის ბევრი მითი, მათ შორის საქართველოში, მათ შორის იქ იმ ტერიტორიაზე აფხაზეთში, ამ აფხაზებს შორის დომინირებს მითები, სხვადასხვა მითები, რომ მაგალითად საბჭოთა კავშირის დროს აფხაზებს არ ეძლეოდათ საშუალება, რომ ესწავლათ აფხაზურ ენაზე და აკრძალული ქონდათ აფხაზურად საუბარი და იყო სხვადასხვა შეზღუდვები ამასთან დაკავშირებით და ზუსტადაც მათი მოსაზრებით მთავარი პრობლემა და მთავარ როლს ამაში თამაშობდნენ ამ შეზღუდვებში ქართველები და ისინი უკავშირებენ ჯერ სტალინს, შემდეგ ბერიას და ფიქრობენ რომ ეს არის ქართველების ბოროტი ჩანაფიქრი და ამას განავრცობენ დღევანდელ მდგომარეობაზე, რაც სამწუხაროდ არ არის სწორი, ის სხვა ეპოქა იყო, ახლა ჩვენ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, არ უნდა შევხედოთ ძალიან სერიოზულად და უნდა მივცეთ შესაძლებლობა მათ, რომ მიიღონ განათლება და ისტორიას შეხედონ როგორც მეცნიერებას და არა როგორც ნაციონალისტური ნარატივების გაძლიერებისთვის და ნაციონალისტური ინსტრუმენტალიზაციის საშუალებას.
თუმცა როდესაც ვსაუბრობთ აფხაზებზე, დღესაც ჩვენთან იგივე სახის პრობლემაა ისტორიასთან დაკავშირებით. ჩვენთანაც ისტორია არის ინსტრუმენტად გამოყენებული. ისტორიას საქართველოში არ სწავლობენ მეცნიერულად, არამედ ესეც ისტორია არის საშუალება, რომ გააძლიეროს ეს ნაციონალისტური ნარატივები, შეთხზას მითები ჩვენი ძლიერებისა და ასე ვთქვათ, ღირსებების შესახებ და არის საუბროს ჩვენი შეცდომების შესახებ. ამიტომაც ჩვენ როდესაც საუბრობთ აი ამ ისტორიულ ნარატივებზე, პირველ რიგში ჩვენ უნდა მივცეთ მათ მაგალითი და საქართველოში დავიწყოთ ისტორიის მეცნიერულად შესწავლა, დავაფინანსოთ უნივერსიტეტები. დღეს სავალალო მდგომარეობაში არის ჩვენი განათლების სისტემა და დღესაც ვხედავთ ახალგაზრდების პროტესტს უნივერსიტეტში განათლების პრობლემასთან დაკავშირებით და ასევე მივცეთ აფხაზებს იმის შესაძლებლობა, რომ მათაც ისწავლონ. დღეს აფხაზეთში არის საკმაოდ სავალალო მდგომარეობა საგანმანათლებლო კუთხით, ასევე მათ ეზღუდებათ იმის შესაძლებლობა, რომ წავიდნენ და ისწავლონ საზღვარგარეთ და მიიღონ იქ განათლება და ეს ორი პრობლემა უნდა დაიძლიოს აუცილებლად. აი თუ მოგზაურობენ დაუშვათ საზღვარგარეთ და თუ ხდება ეს, ან თუ იღებენ ამერიკაცის პროგრამებში მონაწილეობას, მაშინ როგორ ხდება ეს, ანუ რა საბუთებით და ასე შემდეგ, ტექნიკურად როგორ არის შესაძლებელი? დიახ, იღებენ, მათ აქვთ თუმცა საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობა, რომ წავიდნენ და ისწავლონ, ეს არის ძალიან შეზღუდული. ამას აკეთებენ რუსეთის პასპორტებით და შემდგომ ამას სჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა და ძალიან ბევრ ბიუროკრატიულ პრობლემებს აწყდებიან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოლიტიკა არის მიმართული, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს მათი გადაადგილება საზღვარგარეთ. ეს უნდა შეიცვალოს, ამის შეცვლა აუცილებელია, იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ არის მორალური საკითხი, რომ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და მეორეს მხრივ ეს არის რაციონალური საკითხი, ყოველთვის ადვილია შენ ესაუბრო განათლებულ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული მიზნები, რომელსაც აქვს გარკვეული შეხედულებები სამყაროს შესახებ და მისი შეხედულებები არ იხარშება უბრალოდ ნაციონალისტურ, ასე ვთქვათ, ნაციონალისტურ გარემოში. სამართლებრივად თქვენი აზრით როგორ შეიძლება ეს მოხდეს ისე, რომ თან არაღიარების პოლიტიკასაც, ასე ვთქვათ, არ ავნოს? აქ ეს არის ტექნიკური საკითხი ერთი მხრივ და მეორე მხრივ არის პოლიტიკური საკითხი. პირველ რიგში პოლიტიკურად უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებთ აფხაზების სწავლას და არც ოსების სწავლას საზღვარგარეთ და შემდგომ უკვე ტექნიკურად ამის მოგვარება შესაძლებელია. მაგალითად ცნოთ აფხაზეთში გაცემული ატესტატები როგორც ოფიციალურად. დიახ, გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხარ. გამარჯობათ ახალგაზრდებო, ძალიან შეამონებს რომ ამ საკითხზე ლაპარაკობთ და ჩვენ საერთოდ რაც ამ შინაურ ომში დაგვემართა, კაცი ვერაზოს წარმოიდგენდა. ეს უნდა გწოდნოდა დაძაბულ სიტუაციაში იარაღის ჟღარუნი, კაცს არაფერს არ მოგვიტანდა. ეს ომი მხოლოდ ნაძილებს აწყობდათ. ამღრეულ წყალში მეტნადავს რომ აგროვებდნენ და აფხაზთა და ქართველთა მიწა ერთობლივი სამშობლოა და ამ ისტორიულ კანონზომიერებას ვერსად ვერ წაუვალთ ჩვენ და ეს იცის აფხაზებმა იციან საღიაზროვნების არიან და საუკუნეებით ერთად მცხოვრები ორი ტომი ერთმანეთს გადააკიდეს, მაგრამ ამოვა აფხაზეთის ქართული მზე, რადგან ბევრი ნაზიარები უწოდველი ახალგაზრდასული ხომ წარსდგა არა უფალთან, ვინც იქედან კიდე ცოცხალი დაბრუნდა, აქ დახვედრილი მშვიდობის შიში უნდა გქონოდა თურმე. მაგალითად ასეთი იყო გიორგი სანაიას ბედი და განსაცდელში დადებითი მხარე ჩემი აზრით ისაა, რომ ხვდებით ღმერთი ჩვენი გამოფხიზლებისათვის რომ გწთის. ამ გამოცდას გაუძლებთ. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენზარისთვის. ტატო, მე მაინტერესებს აფხაზეთში თვითონ სწავლება რა ენაზე ხორციელდება, ამაზე როგორ სწავლობს სკოლებში, უნივერსიტეტებში, ანუ რამდენად თუნდაც აფხაზური, რომელიც გამოცხადებულია სახელმწიფო ენად,
რამდენად რეალურად დავუშვათ ხდება აფხაზურად სწავლება და ურთიერთობა სამართალ წარმოება მაგალითად სასამართლოებში რა ენაზე ხდება ეს ყველაფერი? დიახ, ძირითადად პირველი 2 წლის განმავლობაში პირველი 2 კლასი არის აფხაზურ ენაზე და შემდგომ უკვე რუსულ ენაზე სწავლობენ საგნებს. მათი არგუმენტი ამის შესახებ არის ის, რომ მათ არ აქვთ სახელმძღვანელოები აფხაზურ ენაზე. აფხაზურ ენაზე მეცნიერება არ არსებობს, განსხვავებით თქვათ ქართული ენისგან, სადაც ქართულ ენაზე იქმნებოდა სახელმძღვანელოები, იწერებოდა სხვადასხვა კვლევები და იქმნებოდა სხვადასხვა სამეცნიერო ნამუშევრები, ხო? აფხაზურ ენაზე ასეთი რამ არ არსებობს. იმიტომ რომ აფხაზი თქვათ აფხაზები არიან საკმაოდ მცირე მოსახლეობა არის ხო არ არიან ბევრი შესაბამისად რაღაცა დიდი სამეცნიერო მიღწევები ასე ვთქვათ საკმაოდ რთული არის და მეორე მხრივ რთული არის რომ დაამუშავო თარგმნო აფხაზურ ენაზე ეს ყველაფერი ეს ლიტერატურა ამიტომაც ისინი გადიან რუსულ ენაზე სწავლობენ თუმცა ბოლო პერიოდში შეინიშნება აფხაზური ენის მიმართ გარკვეული ვთქვათ პოპულარიზაციას ცდილობენ აფხაზები და იქნება სხვადასხვა პროგრამები ისინი აქტიურად ხოვენ პოლიტიკოსებს რომ მათ ისწავლონ აფხაზური ენა ვინც არ ფლობს და ვინც არ ფლობს აფხაზურ ენას პოლიტიკოსებს გულისხმობს მათ ექნებათ გარკვეული პრობლემები და ისინი შემდეგ იყვანენ კერძო მასწავლებლებს და სწავლობენ სპეციალურად აფხაზურ ენას რომ არ კონდეთ ესეთი პრობლემა უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს რუსულ ენაზე ან თუ ანალიზებენ ამას რომ რასაც ჩვენგან მოითხოვდნენ და ვერ ღებულობდნენ უარეს მდგომარეობაში ჩავარდნენ ხო ფაქტიურად ხო ესეა დღესდღეობით ან თუ ხდებიან ამას რომ უფრო უარეს შედეგებამდე მივიდნენ იცით აქ ეს ფსიქოლოგიური მომენტია თანმიმდევრულობის ფენომენი შეიძლება დავარქვათ, როდესაც აკეთებ, როდესაც გადადგამ რაღაცა ნაბიჯს, შემდეგ ვცდილობ რომ დაარწმუნო შენი თავი, რომ ეს ნაბიჯი არის სწორი. და არა მცდარი და ამისთვის აკეთებ ყველაფერს. შეიძლება რაღაცა ქვეცნობიერ დონეზე ამას აცნობიერებენ და არის რაღაცა თქვათ მოსაზრებები ამის შესახებ, თუმცა დღესდღეობით აქტიური დისკუსია არ მიმდინარეობს ამის შესახებ. აფხაზეთში რომ ეს მდგომარეობა რაც მიიღეს არის პრობლემური შეიძლება და ამ ყველაფრის სხვაგვარად გადაწყვეტა. თუმცა ისინი აღნიშნავენ რომ მათ არ სურდათ კონფლიქტი, მათ არ სურდათ ომი და რომ არა კიტოვანის პროვოკაცია შესაძლებელია ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო. ისინი იმასაც ამბობენ, რომ დაუშვათ ქართულ მხარესა და ნაშაულებენ იმაში, რომ ჩვენ ისინი ასე ვთქვათ ერად არ მიგვაჩნდა და საბჭოთა კავშირის დროს რაღაც მცდელობები იყო, რომ ჩვენ ესე ვთქვათ ქართულ მხარეს უარეყო მათი იდენტობა, ანუ როგორც აფხაზების, ანუ როგორც ქართველებისგან განსხვავებული ესე ვთქვათ ერის და ისმოდა იქ რაღაც მოწოდებები, რომ ეს წასულიყვნენ დაუშვათ იმ ადგილას, საიდანაც წარმოიშვნენ და საიდანაც გადმოვიდნენ, ანუ კავკასიონის მთებს გულისხმობ. ამ შემთხვევაში ეს ბრალდებები რამდენად ძლიერია ჯერ კიდევ და რამდენად არსებობს და მნიშვნელოვანია. ასეთი მოსაზრებები არსებობს და ამ მოსაზრებებს აქვს თავისი წინაპირობა, მართლაც სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ბოლო პერიოდში ელიტები, ადგილობრივი ელიტები ცდილობდნენ ნაციონალური ელემენტი გამოეყენებინათ დაპირისპირებისთვის და ძალაუფლებისთვის ბრძოლისთვის. შესაბამისად ისინი ახდენდნენ ადამიანების მობილიზაციას თბილისში, მათ შორის კომუნისტური პარტიის, ასე ვთქვათ, კომუნისტური ელიტა თბილისში და კომუნისტური ელიტა აფხაზეთში, ისინი ცდილობდნენ ნაციონალისტური იდეების გარშემო ძალაუფლების მობილიზაციას, მოსახლეობის მობილიზაციას და ზუსტადაც საბოლოო ჯამში ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მოხდა ეს დაპირისპირება. იმიტომ რომ სხვა იდეა არ არსებობდა სხვა რაღაცა პოლიტიკური იდეოლოგიები, სხვა პოლიტიკური იდეები, რომლის გარშემოც ეს ადამიანები პოლიტიკურ ელიტას გულისხმობ მოახდენდნენ საკუთარი ძალაუფლების მობილიზაციას, ხო? და ეს სამწუხაროდ დღესაც გრძელდება. არც აფხაზეთში და არც თქვათ ჩვენთან აქ არ არის რაღაცა ისეთი იდეები
რომლის გარშემო პოლიტიკოსები მოახდენენ ელექტორატის მობილიზებას. ჩვენი დრო დასრულს მივახო და მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩემი თანაწამყვანი ესმა სწორედ ამ მიზეზით არ იყო ჩემს გვერდით წინა შეხვედრაზე და სწორედ ამ შეხვედრას ესწრებოდა და სასიამოვნო ფაქტია ეს ჩემთვის პირადად. და ერთ შეკითხვას დაგვისვამთ ხოლმე. თქვენ ფიქრობთ, რომ ანუ უნდა განვითარდეთ, უნდა მივახტევთ რაღაც გარკვეულ შედეგებს, რომ მათ გაუჩეს ჩვენთან დაკავშირებით სრულები. თუმცა კი, ანუ გვეძლება ჩვენც ამის საშუალება, არაპოლიტიკური მხრივ არ გულისხმობა მას. რუსეთის მხრიდან პერიოდულად რაღაც მდგომარეობები ხდება, რომ ჩვენც განვითარების დონეს ვერ ვიმაღლებთ, ხო? ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ ეს მოგეცემა იმის საშუალება, რომ იმ დონემდე მივიდეთ, რომ მართლაც ჩვენ ხარეს გადმოვიდნენ ისინი? დიახ. რუსეთი არსებობს, ამაზე არ ვდაობთ. რუსეთის ფაქტორი უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა, ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით ამ შემთხვევაში, თუმცა ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ყველაფერი დავაბრალოთ რუსეთის ფაქტორს. ჩვენი პრობლემები პირველ რიგში ნასაზრდოებია ჩვენი შეცდომებით იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე ჩვენ არ აქვს სახელმწიფოს არ აქვს განვითარების გეგმა, არ აქვს გეგმა იმისა თუ როგორ განავითაროს განათლება, არ აქვს იმის გეგმა, რომ როგორ განავითაროს ჯანდაცვის სისტემა, როგორ განავითაროს ინდუსტრია, მრეწველობა და ყველაფერი არის მინდობილი საბაზრო პრინციპებზე. შესაბამისად, ამ პირობებში რთულია ისაუბრო რაღაც ტიპის განვითარებაზე და ეს რასაკვირველია ეხება კონფლიქტებსაც და იმიტომ რომ თუ ჩვენ ვერ შევქმნით რაღაცა კეთილდღეობის სახელმწიფო საქართველოში, მაშინ რთულია ესაუბრო აფხაზებს, დაპატიჟო ისინი ვთქვათ ოჯახებში, იმისთვის ჩვენს ერთიან ოჯახში, როდესაც სახლი თავზე გენგრევა, ხო? თუ სახურავი არ აქვს, ჯერ სახურავი უნდა მოაწესრიგო და მერე მოიპატიჟო ადამიანი და შესთავაზო მას საერთო თანაცხოვრება, ხო? დიდი მადლობა თქვენ ჩვენ სტუდიაში მობრძანებისათვის და სასიამოვნო საუბრისთვის. მაყურებელი მედია დღევანდელი გადაცემით კმაყოფილი იქნება შეძლებს დაგვარად და ჩვენ დაგემშვიდობებით ზუსტად ორ კვირაში კვლავ დაგიბრუნდებით ეთერში.